აფხაზეთი ჩვენი, ასე ეწოდება სოხუმელი პოეტის ნინო მირცხულავას წიგნს, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა. კრებული ავტორის რიგით მეორე წიგნია და მასში აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ლექსები, ჩანახატები და მოგონებებია გაერთიანებული. ნაშრომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და იმ პოეტებმა და მწერლებმა, რომელთა ნაწარმოებებიც კრებულშია შესული. ღონისძიებაზე წაიკითხეს ლექსები და ფრაგმენტები ნინო მირცხულავას ნაწარმოებიდან. საღამოს მუსიკალური სტუდია სახის მომღერლები აფორმებდნენ. წლების განმავლობაში ქალბატონი ნინო ძალიან აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. ეს ახლა მეორე ნაწილი გამოვიდა, მაგრამ მანამდე მას კიდევ რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული აფხაზეთზე, სოხუმზე. თითოეული წიგნი ეს არის სამშვიდობო გზავნილი ენგურს გაღმა. აი უპირველეს ყოვლისა მე ამას მინდა გავუსვა ხაზი. მეორე ის რომ ქალბატონი ნინო არ გვავიწყებს აი უმთავრეს პრობლემას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ეს არის საქართველოს გამთლიანება. ეს არ არის მარტო ჩემი, ეს არის აფხაზეთი ჩვენი, სადაც შედის ავტორები, თბილისელები, არათბილისელები, მაგრამ აფხაზეთის სიყვარულში არიან გაერთიანებულები. მშვენია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი ფესვები ისე ძლიერია, რომ ჩვენ დღე და ღამე ვფიქრობთ მასზე და აგვზინავთ და ვათენებთ, მე ასე მჯერა, მე ასე სოხუმელი და გონია მე ვინც ჩემთან არის, ყველა ასე მომყვება, რომ ჩვენ იმედით ვარსებობ და ვფიქრობთ, რომ ერთ დღეს შვენიერ დღეს გავიგვიძებთ და სადღაც ისევ ჩვენს ქალაქში ამოვშთებით. მოტივაციას მალებს ადამიანები, რომ რამე გავაკეთო. თუ მოტივაცია ამეფრება, ყველაზე მეტად ეს მხარდაჭერა არის შემთხვევით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. წლებია ჩვენ ერთად ვართ რამდენიმე პროექტში და დღემდეც ერთად ვართ და წინა პირველი წიგნი რაც გამოსცა, ჩვენ ორივე თანაავტორები ვართ. მეც ჩემი ლექსებით შევიდა, მაგრამ ნინო არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ხიდი გაავა აფხაზ ქართველთა შორის და ჩვენ ყველანი ამ საქმეს უნდა ვიმსახურებოდეთ.